მოგესალმებით ძვირფას ტელემაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია, საღამოს 8:30 და ტრადიციულად საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერშია გადაცემა პასუხობს მოძღვარი, მე მის წამყვანი ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი გურამ გალობიშვილი გახლავართ. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 2-30-15-15 და ასევე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების Facebook გვერდზე მოგწეროთ თქვენთვის სასურველი და საინტერესო კითხვები. ხოლო ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ ბიჭვინთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით კონჯარია. მოგესალმებით მამა დავით, მადლობას მოგახსენეთ მობრძანებისთვის დაგულოცეთ. მადლობა თქვენ მოწვევისათვის და სიგეთე გნას ღმერთმა და მშვიდობით. ამინ იყოს. მაყურებელი გვყავს და მოვისმინოთ პირველი კითხვა. ისმენთ ეთერში ხართ? პირდაპირ ეთერში ხართ, დასვით კითხვა. მამა მოგხსენეთ. დაგლოცოთ ღმერთმა. მამა აი მართმადიდებელი ვარ მე. ვლოცულობ, მახულობ, აბაში დავდივარ. და აი ბიბლიაში როა ეს იაყოვა ვინჯანდაბა. აი ვერ ხვდები როგორ უნდა იმას ანწავს, მაგრამ ბიბლიაში მაცა იაყოვა ნახსენები, მამაო. დიახ. მადლობა, გაიხართ. ხო, ეს საკითხი, ესე იგი, შემდეგნაირად დგას, რომ ახლა იმ ბებიას დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დადიან კარდაკარ ცრუ მოწმეები და ესე იგი ადამიანებს ტყილს უქადაგებენ. სიცრუე მიაქვთ მათთან, არანაირ ჭეშმარიტებას არ აქვს მათთან კავშირი და საერთოდ ქრისტეს ეკლესიასთან რასილის მოწმეებს არანაირი კავშირი არ აქვთ. ეს არის თვითმარქვია ორგანიზაცია, რომელიც რაღაც უცნაურს, საცნაურს, ესე ვთქვათ, დაყრდნობილს რაღაცა სექტანტობის მთელი არსი ის არის, რომ რაღაცა სიპოვიან და აი ამ შემდგომ თითქოს აი ამაზე ამყარებენ განსხვავებულზე მთელ თავიანთ ყურადღებას, კავშირს და ადამიანებში შემოაქვთ შფოთი, შემოაქვთ ესე იგი უმეცრება, ამას თავსახვევენ, მეტიც მათი ესე იგი სიყალბე და სიცრუე იმ დონემდე მივიდა, რომ აბსოლუტურად განსხვავებული წიგნი აქვს, ის აღარც არის უკვე ბიბლია, არამედ ეს არის რაღაცა მათი წიგნი. არანაირ არცეთ ძველ რედაქციასთან არ არის დაკავშირებული ეს წიგნი, რა თქმა უნდა და რაც შეეხება ღვთის სახელს, უფალმა ღმერთმა თქვა, რომ ოდესაც მოვიდა, მე გაუწყეთ სახელი ღვთისა და კვალად გაუწყოთ. და ეს არის ახალი აღთქმის ღვთის სახელი არის მამა. მამობა მოიტანა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, მამაო ჩვენო ესე მივმართავთ მას და მამობა ნიშნავს იმას, რომ ღმერთი უცვალებელია და თავის თავში ყოველთვის ყავს ძე და ყოველთვის ყავს სული წმინდა და სამების შესახებ სწავლება თავად იესო ქრისტემ მოიტანა და კვალად გაუწყო ნიშნავს იმას, რომ როდესაც აღდგა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, ისე უნება მოწაფეებს წარვედი და მოიმოწაფინით ყოველნი წარმართნი და ნათელსემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა და რომელმან ნათელიღოს ცხონდეს, რომელმან არანათელიღოს დაისაჯოს. და აი წმინდა სამების შესახებ სწავლება თავად უფალმა განგვიცხადა. რაც შეეხება სიტყვა იეღოვას, ეს არის პირობითი სიტყვა, რადგანაც ებრაელები შემორჩენილი აქვს სეპტუაგინტაში ეს უძველესი რედაქცია თუ რამ არსებობს 70 მთარგმნელის მიერ ალექსანდრიის ბიბლიოთეკისათვის ბერძნული ენით ესე ვთქვათ თარგმნილი ეს ძველი აღთქმის წიგნები, სადაც არის ტეტრაგრამა 400 შემორჩენილი იღვღ, რომლის ესე ვთქვათ განმარტება და რომლის გახმოვანების უნარი დაკარგული იყო ჯერ უკვე ძველ აღთქმაშივე. და დღევანდელ დღეს გაახმოვანო ის რაც არიცოდნენ ძველი აღთქმის დროსაც კი უკვე, რა თქმა უნდა ეს არის
კიდევ ერთი დიდი უმეცრება და უბრალოდ აქ შეიძლება პირობითად ჩვენ ვიცით არსი ამ სიტყვის, თორემ ის სიტყვა როგორ წარმოითქმოდა არავინ უწყის. და უფალი ბრძანებს ახალ აღთქმაში რომ მე ვარ და ამისათვის მოსდევდნენ მას მოსაკლავად და ეს მყოფობა, მარადიული მყოფობა არის აი ამ არსი ამ სიტყვისა. ეს ჩვენ ვიცით, ხოლო ის ტეტრაგრამის ესე ვთქვათ, განმარტების უნარი თავად ებრაელებს არ აქვთ და ამდენად ეს არის კიდევ ერთი სიყალბე, რომელსაც თავს ახვევენ ადამიანებს და აი ამ სიყალბის ყველაზე დიდი ბოროტება ის გახლავთ, რომ ადამიანებს აი ამ ბოროტებას თავს ახვევენ პირდაპირ მნიშვნელობით. ადამიანებს სისხლს არ ურცხავენ და კვდებიან მათი წევრები იმ უმეცრებისა გამო, რაც მათ გააჩნია თითქოს ღმერთმა თქვა, რომ სისხლი არ გადაუსვათ ადამიანს და არადა თავის სისხლი დაღვარა მაცხოვარმა ჩვენმან იესო ქრისტემან კაცთა ხსნისათვის და არანაირი კავშირი იმ დროს არც გადასხმა არ იყო ბუნებრივია და საუბარი იყო ცხოველის სისხლი არ მიეღოთ ადამიანებს და სიძვისაგან და დამაშთვარისა, ესე იგი აი ნაკერპავისაგან, სისხლისაგან თავი შეეკავებინათ და არანაირი კავშირი არ აქვს ამას იმ სისხლის გადასხმასთან. ბავშვებს არ სამშობლოს არ აყვარებენ, სამხედრო მოსამსახურეები მათგან არ გამოდიან, მიუხედავად ამისა, როდესაც სჭირდებათ იურიდიული დახმარება სახელმწიფოს მიმართავენ, ხოლო თვითონ არ მსახურობენ და როგორ არის ახლა თუ სამხედრო ძალამ არ უზრუნველყო სიმართლის ესე ვთქვათ დაცვა, მაშინ როგორ შეიძლება რომ ესე ვთქვათ სიმართლე მიზეიმოს დედამიწაზე. როცა სიმართლის დაცვისათვის ეცაში იყო ომი, ჩვენ ვიცით და მთავარანგელოზი მიქაელი ლუციფერს შეებრძოლა და დაამარცხა და გადმოყრილნი ისინი ესე იგი დედამიწაზე. შესაბამისად სიმართლის დაცვა ჭირდება როგორც დედამიწაზე ისე ეცაში და ეს სიყალბე მათი რომ თითქოს სამშობლო არ უნდა დაიცვას ადამიანმა არის ძალიან დიდი სიყალბე. მამო თუ შეიძლება კიდევ დავამატებ გუშინ ჩვენ ვიზეიმეთ მარაბდის ომი ბრძოლა. ეს იყო ომი, როდესაც მთელი ქართველი ერი გავიდა მომხდურის წინააღმდეგ საბრძოლველად 9000 მეომარი სახელოვანი 9 ძმა ხერხეულიძე, დედი და დიდ მედროშეები იყვნენ, 7 ძმა ჩოლოყაშვილი იყო და უამრავი ქართველი რა თქმა უნდა შეკრებილი და მეფე თეიმურაზმა და გიორგი სააკაძემ და მთელ მხედრებმა ითხოვეს რომ ზიარებულიყვნენ ბრძოლის წინ. ოღონდ ესეთი რამ ითხოვეს რომ ვინ ხვალ არ შემოვა ბრძოლაშიო, იმ სასულიერო პირმა გვაზიაროსო. და ასეთი სასულიერო პირი არ გამოდგა, რადგანაც მარაბდის ბრძოლაში საქართველოს ეკლესია ხმლით ხელით ხელში იცავდა თავის სამშობლოს და ურბნელმა მროველმა ეპისკოპოსმა ბრძანა რომ ეს არის წმინდა ომი და ჩვენ კიდევაც გაზიარებთ და კიდევაც ბრძოლაში შემოვალ და 3 მღვდელმთავარი დაეცა ბრძოლის ველზე და 9000 მარაბდელი მოწამეთ არის შერაცხილი და ჩვენ რა თქმა უნდა მათ ვევედრებით, ვსასწრებთ და ამდენად სამშობლოს დაცვა, რასაც ეს უმეცარი ეგრეთ წოდებული იაღოველები, რასელისტები ბრძანებენ, ეს არის დიდი სიცრუე და მტკნარი სიცრუე და რა თქმა უნდა მათგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი. ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი. კეთილი მაყურებელია, ისე მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? დასვით კითხვა. მოგესალმებით მამები, დამლოცეთ. გაიხარეთ. მაქვს ასეთი კითხვა, მამა გარდამეცვალა რამდენიმე თვეა, რომელიც არაეკლესიური იყო, რა თქმა უნდა იყო მონათლული, მაგრამ არ იყო მაზიანებელი და აღსარებელი. ანუ მე ძალიან წუხარ და სულ მე დაждდება რომ სად არის ეხა და როგორ არის. აი ვთქვი რომ გავაკეთო პანაშვიდები, ესე 40-მდე ვთქვი, მესამე მე-9 დღეს, მე-40 დღეს შეკვეთილი წირვა და ვთქვი მის სახელზე გავცე მოწყალება. შეიძლება ისდაგვარად როგორც მიხერხდება რა და აი მაინც სულ მაქვს დარდი იმის რომ სად და როგორ არის და კიდევ აი რა შემიძლია დამატებით მისი სულისთვის გავაკეთო. რომ არ იყო ეკლესიური, ვფიქრობ რომ უფრო მეტი ჭირდება მის სულს. და მეორე კითხვაც მაქვს ბოდიშის მოხდით, რადგან არაეკლესიური ოჯახი მყავს, ამბობენ რომ წლამდე აუცილებლად უნდა დაკლან ცხვარი, გააკეთონ სუფრა და დაუძახონ მეზობლებს და მე ვფიქრობ რომ მის სულს არ ვიცი წაადგება თუ არა, უფრო ვფიქრობდი რომ იმ თანხით
მოწყალება გამეცა და თქვენ როგორ და რას გვირჩევთ. მადლობა. დიდი მადლობა. მე უპასუხობ. კი, მამაო. ამ შემთხვევაში თქვენც მოძღვარი ბრძანებით მამაო და ესე იგი ჩვენ მართლაც რომ გასაოცარი არის ეკლესიაში ცხოვრება და მე ვარ ბედნიერი რომ ამ სიმშვენიერეს მამაო რასაც ქვია მიცვალებულთათვის ზრუნვა განსაკუთრებული ამას ვუყურებ და აი ეს სიხარულით მევსება გული, როდესაც ვხედავ თუ როგორი რუდუნებით ლოცულობენ ადამიანები თავიანთი მიცვალებულთათვის და როგორი კულტურა არის ესეთი შინაარსიანი ღრმა და ყოვლის მომცვლელი არის ეკლესიური ცხოვრებისას მიცვალებულთათვის ზრუნვა. და ეს დიდი ბედნიერება და აი ამ შემთხვევაში პატივცემულ ქალბატონს ნამდვილად ბევრი რამ აქვს გაკეთებული და აკეთებს კიდევაც მიცვალებული სულისათვის. ნამდვილად ეს კითხვა გვიჩნდება ყველა ჩვენთაგანს თუ ჩვენი ოჯახის წევრი როგორ მდგომარეობაშია აი ამ კონკრეტულ დროს. და ეს ფიქრი არის ნამდვილად ძალიან კარგი და აი ამ ფიქრის დროს რა თქმა უნდა ზრუნავ მათზე ლოცულობ და ღირსი მამა, ღმერთშემოსილი მამა სერაფიმე საროველი ამბობს ესეთ სიტყვებს სანუგეშოს მეტად ყველა ჩვენთაგანისათვის და ჩვენი მიცვალებულთათვის რომ როდესაც მართლმადიდებელი ქრისტიანები ვეზიარებით აი ეს უდიდესი მადლი და წყალობა რომელიც ჩვენ სულს მოეახლება და ღმერთი შემოდის ჩვენში ეს მადლი მარტო ჩვენში არ რჩება, ეს გადადის ჩვენს უახლოეს ნათესავებზე, ეს მადლი და წყალობა, როგორც ცოცხლებზე, ისე მიცვალებულებზე და რა თქმა უნდა, ჩვენ თვითონაც არ უნდა მოვაკლდეთ აი ამ ზიარებებს, რა თქმა უნდა, ხშირად სულ უნდა ვეზიარებოდეთ. ზიარებიდან ზიარებამდე არის ჩვენი ცხოვრება და ეს არის ჩვენ და დაუმსახურებლად მოცემული უფლის მიერ წყალობა, კურთხევა დაუფალი ესეთ სიტყვებს ამბობს, რომელიც ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა დადრომილ არს და მე მისთანა. და სიკვდილი არ აიხილოს უკუნისამდე, ბრძანებს მაცხოვარი და მე აღვადგინო იგო ნასკლას ამას დღესა. და თუ ამას არ აკეთებს ადამიანი, ბუნებრივია ამას აკლდება და ამ შემთხვევაში თქვენი მიცვალებულისათვის თქვენ ახართ უდიდესი ნუგეში და ნურასოდეს შეწყვეთ ამ წყალობას, ისევე როგორც რაც ბრძანეთ თქვენ მოწყალების გაღება არის ის ცხრის დაკლაც, სხვა მას მნიშვნელობა არ გააჩნია, ამდენად აბსოლუტურად მისაღები არის თქვენი ოჯახის წევრების სურვილი რომ ცხარი დაკლან და ესე ვთქვათ საფრთხო ტრაპეზი მიცვალებული სახელზე გადაიხადონ, ადამიანებს უხმონ და ესე ვთქვათ მოიხსენიოთ მიცვალებული სული. კეთილი ისევ მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა. ისმეთ ეთერში ხართ. მამებო თუ შეიძლება ერთი კითხვა მაქვს. ესეთი არის ჩემი კითხვა რომ აი თქვათ რაღაცა სიძახი ადამიანი და მე თქვათ სხვა ჩხუბობს და რამე ცოდვაში ვარდება. აი ეს კი ძალიან ზოგადი არის რას ნიშნავს, მაგრამ აი თქვათ შენიბრალი არ არის და სხვა რაღაცა ცოდვა ჩაიდინა. რაღაცა შენალაპარაკებზე რაღაცა ყვებს ხوار გენახება შეგზენი ცოდვას მადლობა. ოდიშით ამ შეგაწუხეთ. დიახ, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ესე იგი ადამიანებთან ურთიერთობაში ვიცხოვროთ ისე, როგორც მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ დაგვიბარა და არა ესე ვთქვათ ხორცის ზრახვით, რომ როგორც მომექცა, ისე მოვექცე ადამიანს, არამედ ჩვენი მართვის ცენტრი უნდა ყოველთვის იყოს წმინდა წერილი, სახარება და წმინდა მამების მიერ განვლილი ცხოვრება და მათი გამონათქვამები. შესაბამისად, წმინდა მამები გვეუბნებიან გასაოცრად, ტკბილად და მაცხოვარი ამას მაცხოვრის სიტყვებს კიდე განგვიმარტავენ და გულის გულამდე მოაქვს ჩვენამდე და ამბობენ, რომ სიყვარულზე უკეთესი შურისძიება არ არსებობს. რადგანაც ღმერთი სიყვარულია და რომელმან სიყვარული ხოს, მან შული აღასრულაო, ბრძანებს იოანე ღვთისმეტყველი. და ჩვენ გვმართებს, რა თქმა უნდა, ყოველთვის სიყვარულის ცნებით ცხოვრება, რადგანაც უფალმა ღმერთმა ამის უდიდესი მაგალითი მოგცა, ჯვარზე ავიდა, ჩვენთვის მოკვდა
და ჩვენ ეს უნდა გვახსოვდეს, რომ ამას სულ მადლიერებით გამოვხატავდეთ ოთხშაბათს და პარასკევს მარხვას ვიმარხვიდეთ, ისევე როგორც დღეს არის მოციქულთა მარხვა და რო არა მათი დიდი მოღვაწეობა და მათი დიდი შრომა ჩვენამდე არ მოვიდოდა თავისთავად ქრისტიანობა და მათი დაარსებული არის დედამიწაზე ქრისტეს ეკლესია და ჩვენ მათ საპატივცემულოდ, რა თქმა უნდა მარხულობდეთ და ვლოცულობდეთ და სიყვარულს ვამრავლებდეთ. კი ბატონო. მარიამი წერს, ეჭვით აღსრულებული ქრისტიანული საქმე თუ არის რწმენაში ეჭვის შეტანაო. შეიძლება ბოლომდე ადამიანს არ კონდეს გათვითცნობიერებული ესა თუ ის საკითხი და ეს არის ნორმალურიც არის კიდევაც, რადგანაც მაცხვარი ესეთ სიტყვებს ეუბნება თომა მოციქულს, რომ თომა რომელიც როგორც გამგვიმარტავენ მამები, როდესაც მოვიდა მას როდესაც უთხრეს რომ ჩვენო ვნახეთო ამდღარი მაცხვარიო და მათ არ და რო უყურებდა მათ სახეებს, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი განმარტებელები ამბობენ, რომ ჯერ არ იყო სულიწმინდა გარდამოსული მათზე მოციქულებზე და ესე ვთქვათ, ვერ დაინახა ის, ესე ვთქვათ, სახე, რომელიც უნდა ეხილა აღდგომილი მაცხოვრის ხილულ მოციქულებისაგან. და ის ამბობს ესეთ სიტყვებს, რომ მე არ დავიჯერებო. სანამ არ ვიხილავ თვითონო და არ შევეხებიო და განვიხილავო მის გვერდს. და აი ჩვენ როდესაც ცეცხლი გარდამოდის იერუსალიმში, შეუძლებელია რომ აი ამ სასწაულს უყურებდე და არ ირწმუნო ღმერთის სასწაული. მე არ ყოფილვარ არასდროს იერუსალიმში ცეცხლის გარდამოსვლის დროს მithumetes იმ დროს არ ყოფილვარ და მაგრამ მე ვუყურებ იმ სახეებს თუ იქ რა ხდება და სახის მეტყველება ჩემთვის ყველაფრის აღნიშნულია ის საოცრება რაც ხდება მაგ დროს და ესევე ვართ ჩვენ ადამიანები რომ ესე იგი ბოლომდე ყველაფრის ესე ვთქვათ უპირობოდ მიღება და მე როცა მოვიდა მაცხოვარი ამბობს რომ მოდიო თომაო და იხილე ხელნი ჩემი და გვერდი ჩემიო და ნუ იქნები ურწმუნო ხო და როცა შეეხება უფალი ჩემი და ღმერთი ჩემიო და თომაო შენო ნახეო და წამსო და ნეტარ არიან რომელთა არა უხილავ და ვრწმენეო ესე იგი ნეტარება სარწმუნოება და რომელიც ნაბიჯ მიიღწევა და მზდადობა აქვს ამ სარწმუნოებას ჩვენ ეს ყველამ გავიარეთ ეს ნაბიჯები რაღაცა ფიქრობ ადამიანი ესე უცებ სულიერი ადამიანი ვერ გახდები დედის მუცლიდან და სამყაროს შემეცნებით კაცობრიობასთან შეხებით კაცობრიობის ისტორიის განხილვით წმინდა წერილთან მიახლებით თავად საკუთარი ცხოვრების გამვლით ჩვენ ვრწმუნდებით ღვთის არსებობაში რა თქმა უნდა და ეს არის დიდი წყალობა რომელიც მოცემული გვაქვს და შესაბამისად ის რომ ჩვენ რაღაც შეიძლება ბოლომდე ისე არ გვწამს როგორც უნდა გვწამდეს სადამდეც მცირესაზე და სარწმუნო იქმნენ მრავალსაზე და დაგედგინო შეგვწამს მაცხოვარი და უფალი მოგმადლებთ ყოველივეს მრავლად და უხვად. კეთილი გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ამაყურებელია მოვისმენთ ჯერ მაყურებლის კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? დაგლოცეთ მამებო. გაიხართ. მე მაინტერესებს ღმერთი. დაგლოცეთ მამებო, მე მაინტერესებს ყველა დაიფაროს ღმერთმა ჯოჯოხეთში მყოფი სული. ჯოჯოხეთისგან ყველა ადამიანის სული, მაგრამ მე მაინტერესებს ესეთი რამე, რომელი ადამიანის სულიც უკვე ჯოჯოხეთში იმყოფება და დედის ლოცვა ვიცით როგორი ძლიერი არის. და აი ამ დროს დედის ლოცვა ხო შეიძლება ღმერთის წყალობით აწყოვნოს ეს სული. ამ დროს ამ სულისთვის უცხო იქნება თუ არა სამოთხის ნეტარება. დიდი მადლობა. მადლობა. დიახ, ესე იგი გამოცდილება ჯოჯოხეთში მყოფობისა რა თქმა უნდა ადამიანს რომელსაც ეს ხვედრი შეხვდება და ეს არის
ჩვენი არჩევანი საბოლოო ჯამში, რადგანაც ღვთის პირისაგან, ესე ვთქვათ, ღვთის წინაშე ხთა ცხოვრებაზე უარის თქმის გამო ვიჯდებით ჩვენ და ჩვენ ვამბობთ უბრალოდ ამაზე უარს, როგორც ადამმა, რომელიც დაემალა ღმერთს სამოთხეში უკვე არჩევანი გააკეთა და ეს ემალები, როგორც გვეუბნებიან წმინდა მამები, მათ ვისი ნახვაც არ გსურს და აი რომ დაემალა, ესე იგი ჩვენც ვემალებით ღმერთს და აი როდესაც კვირადღე არ დავდივარ ტაძარში უარს ვამბობ მე მაშინ ღმერთთან ერთად თანაცხოვრებაზე და ეს უკვე არჩევანია და აი ამიტომ ეს უნდა გამოვასწოროთ ადამიანებმა მაგრამ ჩვენ გვეუბნებიან წმინდა მამები რომ როდესაც ადამიანი გარდაიცვლება ესე იგი დაახლოებით 30 დღემდე იმყოფება ჯოჯოხეთში საეკლესიო სწავლების მიხედვით და აქ არის ეს განმარტება რომ ეს არის გამოცდილების შეძენა თუ რა არის იყოფნა რომ ადამიანს არასოდეს არ გაუჩნდება სურვილი იქითკენ პირის ქცევისა და ასევე ის ადამიანი რომელიც დააღწევს ჯოჯოხეთს მისი ოჯახის წევრების ლოცვით არანაირი სურვილი არასოდეს არ ექნება რომ ესე იგი უკან დაბრუნებისა რა თქმა უნდა და ეს არის ოდესაც გვაქვს კერძო შემთხვევები წმინდათა ცხოვრებაში პატერიკებში აღწერილი თუ როგორი ტკივილია და მაცხოვარი ამბობს ამას სადა ცეცხლი დაუშეტელარს და ხრჭენა კბილთა დაუსრულებელი აი ეს ადამიანმა არ უნდა ესე ვთქვათ რა თქმა უნდა იქ ყველაფერი ღონე უნდა იხმარო რომ არ მოხდე ასეთ უბედურებაში და არ უნდა დაავარღვიოთ ღვთის კანონი აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაცხოვარი ამბობს რომ მე მას ვუყვარვარ რომელმან ჩემი მცნებანი დაიმარხოსო ანუ ღვთის სიყვარული არის ღვთის მცნებათა აღსრულებაში ანუ ღმერთი მოცემული გვაქვს ჩვენ უფლის მცნებებში და ჩვენ უნდა ვცდილობდეთ დღემუდამ ამის ესე ვთქვათ შესრულებას და როდესაც ჩვენ ვერ ვასრულებთ ამას ეკლესიის წევრები ვართ და რომც დავეცეთ აღსარებითა და ზიარებით ღმერთი მუდამ აგვადგენს და აი ამიტომ ნათლისღების წყალი არის აღსარებისას ადამიანისთვის მოცემული ხოლო ბეჭედი მონიჭებული არ სულისამიერ წმინდისა მოცემული არის აი ზიარებით ღმერთთან შეერთებით და აი ამით უნდა ცხოვრობდეს ადამიანი და რა თქმა უნდა გადაურჩება აი ამ უღმერთობას და მით უფრო თუ ცხონდება ადამიანი არავითარ შემთხვევაში არანაირი სურვილი არ იქნება უკან გაბრუნებისა ეს ნამდვილად ასეა. კი ბატონო, ციცი გწერს ასეთ კითხვას. მაინტერესებს დილის ან საღამოს ლოცვების შემდეგ უკითხულობ ფსალმონს. მაინც უნდა წავიკითხო დღესაწყისი ლოცვები ფსალმონის წაკითხვამდეო? დიახ, აღარ არის საჭირო, ეს შეგიძლიათ თავისუფლად წაიკითხოთ ფსალმონის კანონი და ესე დაიძინოთ. კეთილი. გოგა გწერს ველალ თმაში ხშირად აღსენები ღვთის ანგელოზი. როცა ან გამოეცხადებოდა წმინდა მამასთან როცა ნახსენები რა მოიაზრება ამ შემთხვევაში როგორც ანგელოზი წარმოგზავნილი იყო ღვთის მიერ თუ სამების მეორე ჰიპოსტასიო. რა თქმა უნდა ანგელოზია და როდესაც უფალი აგზავნიდა მთავარანგელოზ გაბრიელს, მაცნეთ, ასევე მთავარანგელოზ მიქაელს და ანგელოზებს ისინი ყოველთვის ასრულებდნენ ღვთის ნებას და აი ჩვენც უნდა გავხდეთ დედამიწაზე უფლის ანგელოზები და უნდა დავიწყოთ ღვთის მსახურება უკვე დედამიწაზე. ქრისტიანობა არის ანგელოზებრივი ცხოვრების დასაწყისი დედამიწაზე. ჩვენ ვართ ეგ ღვთის ოჯახი, იმ ოჯახის წევრი, იმ საზოგადოების წევრი, რომელიც კლდესაზე და აღაშენა უფალმა. ანუ უფალი ამბობს, რომ მე კლდესაზე და აღვაშენებ ეკლესიას ჩემს. და აი ამ ეკლესიის წევრები ვართ. ამ ეკლესიის წევრობა ნიშნავს ღვთის ოჯახის წევრობას. და ეს არის უდიდესი სიხარული და უდიდესი ბედნიერება, რომ მარად განვადიდოთ ღმერთი ანგელოზთან და ანგელოზები მოუკლებელ დიდების მეტყოლებაში არიან უფალთან.
მოუკლებელ მადლიერებაში არიან და ჩვენ ამდენი არ შეგვიძლია, მაგრამ აი რაც მოცემული გვაქვს, უკვე აი სიცოცხლეში მთელი ჩვენი ძალებით მადლიერნი და ღვთის მადიდებელნი უნდა ვიყოთ. კი ბატონო. როცა საერთოდ არ ვიყავი ეკლესიური მაზიარებელი, მაშინ უფალი იყო ჩემთანო? ხათუნა გვწერს ესეთ კითხვას. რა თქმა უნდა, აუცილებლად იყო ჩვენთან, აუცილებლად ის მოგიწოდებდათ ყოველთვის და მოყავდით და აი ახლა უკვე თქვენ ეს განგეცხადათ. თუმცა კითხვა ისმის როგორ არის რომ რაღაც პერიოდი არ ვიყავი და შემდეგ ესე ვთქვათ მოვედი. რატო იყო ეს რომ იქამდე არ განმეცხადა და მე განმეცხადა ეს ყოველივე და ზოგჯერ ვიტყვი ხოლმე რომ მე აი 16 წლის ამბავ დავიწყე ნეტა 13 წლისა რატო არ მივედი მეთქირა და მაგრამ ვფიქრობ რომ ის უღმერთობის გამოცდილება იყო საფუძველი ჩემი ღმერთთან ყოფნისა და არასოდეს არ მაქვს სურვილი იქით გახედვისა და ოდესაც აი მაშინ თავისუფლება გარდაქმნა რუსულად პერესტროიკა ერქვა და სოხუმში ცხოვრობდი და ოდესაც გითხრეს რომ რაც გინდა ის შეგიძლია გააკეთო ესე ვთქვათ ამან მიმიყვანა ძალიან დააჩქარა ჩემი ეკლესიაში მისვლა რადგანაც რო განვიცადე რაც გინდა ის შეიძლება გააკეთო რა არის ეს არანაირი სურვილი არ მქონდა ესე ვთქვათ ამ ყველაფრისა და სწრაფი ტემპებით მოხდა ეკლესიასთან დაახლოება რადგანაც მინდოდა ადამიანურად დარჩენა და კიდევ უფრო მეტი ადამიანი ყოფილიყავი და სადამდეც შემეძლო მეტად გავყოფილიყავი და რა თქმა უნდა ვარ ბედნიერი აი ღვთის ოჯახში ყოფნისა და იმ მადლის და იმ წყალობის ქვეშ ყოფნისა რაც ღვთის ეკლესიაში ყოფნასთან არის დაკავშირებული რომ ყოველდღიურად განიცდი ღმერთს ცხოვრობ ღმერთთან ერთად და ეს კითხვა მეც მაქვს რომ აი ისე როგორ ვიყავი იქამდე ფიქრობ ხოლმე როგორ რითი ვარსებობდი რითი რა იყო ჩემთვის ცხოვრების აზრი და ამას სულ ვეძებდი და მადლობა ღმერთს რომ ეს ამის პირდაპირი შესაძლებლობა არის საქართველოში ეს ხომ მე არ მომიწია ესე ვთქვათ სხვა რელიგიებით ცხოვრება რომ ქრისტე მეპოვნა ეს არ დავტანჯულვარ ამ დონეზე თუმცა აი ხვალ არის ივანე მაქსიმოვიჩის უდიდესი უდელთავრის ხსენება და მისი ესე ვთქვათ ამერიკაში მოღვაწეობა დაკავშირებული აი იყო ძალიან დიდ სულიერ ესე ვთქვათ მოღვაწეობასთან და სერაფიმე როუზი აი მისი ნამოწაფარია მისი მოყვანილია და აი სიწმინდეს როდესაც მიახლა მამა რომელსაც მთელი ესე ვთქვათ რელიგიები დომინაციებში გასული იყო ბუდიზმში ესე ვთქვათ შესწავლილი ძალიან დიდი ტკივილები განიცადა სანამ ქრისტე შეიმეცნებდა და აი ეს დიდი წყალობა მამა იოანე სერგო და ამდენად ტკივილით და ჩვენ ეს არ აქვს რა თქმა უნდა ჩვენ ბუნებრივად გვაქვს ჩვენი დღესასწაულებიც საეკლესიო სახელმწიფო დღესასწაულებიც და მადლობა ღმერთს ამ დიდი წყალობისათვის. დიახ. გოგა გვწერს მაინტერესებს რას ნიშნავს ეს სიტყვებიო მასორიტული და სეპტუა გინტა. გასაგებია რომ პირველი ებრაულ ვარიანტს მიგონიშნებს და მეორე ბერძნულს უბრალოდ ქართულ მეტყველებაში როგორ დამკვიდრდაო. ესე იგი ჩვენ სეპტუაგინტა ეს ვიცით რომ ეს არის 70 თარგმნელის მიერ ათარგმნი 70-ს ნიშნავს და ეს არის უძველესი ხელნაწერი თუ რამ არსებობს ესე ვთქვათ თუ რამ არსებობს რედაქცია წმინდა წერილისა ძველი აღთქმისა ეს არის რა თქმა უნდა დაკავშირებული ამ უძველეს ხელნაწერთან და ჩვენ ეს ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ორიგინალში ვგებულობთ, ორიგინალში ვკითხულობთ და გვაქვს ამის დიდი შესაძლებლობები. კეთილი. თაკო წერს ესეთ კითხვას, ვამბობთ რომ ქრისტიანობის და ნათლობის გარეშე ვერავინ ცხონდება. გამიჩნდა კითხვა, იყო თუ არა ჯვარცმული ავაზაკი მონათლულიო. დიახ.
ესე იგი იოანე უქროპირის განმარტებებია, როდესაც ის ბრძანებს, რომ მაცხოვრის სისხლით მოინათლა ავაზაკი. როდესაც უგმირეს მაცხოვარს გვერდში და ეს მარჯვნივ მოხდა ეს ყოველივე და მას მიებკურა ეს მაცხოვრის სისხლი და წყალი და ამით განიბანა და ასევე არსებობს სისხლში დათლობა, სისხლით დათლობა, როდესაც თვითონაც ხო და არა ჯვარც მისას. კი, ჯვარც მისას დიახ და ჩვენ ვიცით მრავალი მაგალითი, როდესაც მოწამეები არ იყვნენ მონათლულები და ისინი თავიანთ სისხლში მოინათლნენ და ეს არის რომ მაცხოვრის სიტყვები ყოვლის მომცველია, როდესაც და ჩვენთვის ყოველ ჩვენთაგანისათვის უდიდესი ნუგეშის მომცემი რომ ავაზაკი რომელსაც ჰქონდა ერთი დღე-ღამის განმავლობაში სავარაუდოდ ერთი ღამე ესმინა სიტყვა უფლისა სატუსახოში და როგორც ჩანს მაცხოვარი საუბრობს თავის მეორედ მოსვლის შესახებ და ეს ესმის ავაზაკს და სხვასაც ესმის რა თქმა უნდა და ეს ორი ავაზაკი ერთმანეთში დაკავშირებულნი არიან, რადგანაც ერთი ეს მარჯვენით ყოფი ეუბნება, რომ ჩვენ რისთვისაც ვისჯებით, სამართლიანად ვისჯებით. ხოლო ამას არაფერი დაუშავებია. და მე მიუტრიალდება და ეტყვის მომიხსენე მეუფალო, ოდეს მოხვიდეს უფევითა შენი და აი ეს არის რა თქმა უნდა სინანულის გამოხატულება კეთილგონიერი ავაზაკისა, რომელიც გახდა ქრისტეს მოწაფე მაშინ, როდესაც ღმერთი ყველაზე მეტად ესე ვთქვათ დაკნინებული, დამცირებული, ჩვენი წოდებით ესე ვთქვათ ჯვარზე ასული, რათა გამოვეხსნეთ და აი ეს იხილა ავაზაკმა, როდესაც მაცხოვარი ამბობს, რომ საოცარ სიტყვებს ამბობს, რომელიც მსგავსი არაფერი თქმულა ქრისტემდე და ქრისტეს განსხივოსნებულ ადამიანებში ისმის ხოლმე სიტყვა მამაო მიუტევე რამე თუ არა იციან რა საიქმან. ანუ ეს არის საოცრება და ეს როგორც კი მოისმინა, ესე ვთქვათ, გახდა მისი მოწაფე უკვე ჯვარზე და ეს არის რაც ჩვენ გადაგვარჩენს. ამიტომ არის მართლმადიდებლობა სინანულით სულის ხონება და ყველა წმინდანი სინანულით შევიდა ცათასასუფეველში და ახალი აღთქმის პირველი მცნება შეინანეთ რამე თუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა. კი ბატონო, მაყურებელია ისევ. ისმეთ ეთერში ხართ. ალო. დიახ, დასვით კითხვა. გამარჯობა მამაოებო. საღამომშვიდობისა. შეკითხვა მაქვს. ძალიან მეყვარს წმინდანი სერაფიმ საროველი. აი ძალიან განსაკუთრებით დავკითხულობდი მის შესახებ ცხოვრებაზე, მის ცხოვრებაზე და დავიწყე ტირილი. არ ვიცოდი ეს ამბავი რომ მასზე და მოხუცებულობაში როცა უკვე წმინდანი იყო და ასე შემდეგ თავდაესმე ყაჩაღები და ძალიან თემეს და ვიტირე მაგაზე. ხო და ჩემი შეკითხვა მაშინ მდგომარეობს რომ ნუ თუ ვერ მეხვდნენ ეს ყაჩაღები რომ მათ წინაშე წმინდანი იყო და ძალიან გული დამწყდა რომ ადამიანთა უგუნურობა უსაზღვროა. მადლობა. ხო ეს თელ საქართველოს მიერ შეყვარებული წმინდანი გახლავთ. მას ჰქონდა ალბათ კაცთა შორის ყველაზე მეტად ღვთისმშობლის გამოცხადება და მან უწყოდა ღვთისმშობლის შესახებ ყველაზე მეტად და ის ბრძანებს რომ საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პირველი წილხდომილი ქვეყანა, ამის შემდგომ ათონის მთა, კიევას პიჩორას ლავრა და დიევიოვას მონასტერი და ნამდვილად ეს დიდად შეყვარებული იყო საქართველოზე სერაფიმე საროველი და ესე იგი კიდევაც მოუწოდებდა რუსეთის მესვეურთ ხელისუფალთ რომ საქართველოსთან თავის შეიკავებინათ ესე ვთქვათ ძალმომრიობითი ურთიერთობისაგან. რადგანაც ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნებაო ბრძოლა ღვთისმშობელთანო და პატრიარქის როცა გახდათ ჩასული
ხელისუფალთ მიმართა და უთხრა რომ როდის დაბრუნდებიან დევნილები აფხაზეთში. მე ხო გთხოვე თქვენ უთხრა მათ მართველს და ჩვენ არა გვაქვს გეგმა უთხრა მათი დაბრუნებისაო და თუ თქვენ არა გაქვთ მაშინ ღვთისმშობელს ექნებაო ეს გეგმაო და აუცილებლადო და ეს იყო ღმერთმინდობილი მამა რა თქმა უნდა და ეს ბოროტის მინიშნებით აი ბოროტი იყენებს თავის მსახურთ რომ მიეყენებინათ მამისთვის ტკივილი მაგრამ მამას შეეძლო სერაფიმეს რომ მოეგირებინა ისინი მათზე ბევრად ძლიერი იყო საკუთარ ძალიან ახოვანი 2 მეტრამდე ადამიანი იყო და მაგრამ ის მიედო ღვთის განგებას და მან თქვა იყოს ნება ღვთისაო და მინდა გავიხსენო მამო მეუფე სერაფიმე ჯოჯოა მას ვიცნობდი ბავშვობიდან სოხუმიდან და ესე იგი, როდესაც ბავშვობაში მას ვიცნობდი და მე მონასტერშიც წინამძღვარი იყო, მე მომიწია ერთი წელი მის გვერდში ყოფნა, მაოცებდა მისი მინდობა ღვთისადმი, არასოდეს არ იცავდა საკუთარ თავს. არასოდეს და რაღაცა ბოლომდე ეს სული შეინარჩუნა მან. როდესაც მასზე ცილისწამებლური რაღაცა კამპანია წამოიწყეს, ის მიენდო ღვთის განგებას და მაშინ კი არ გახდა ესეთი. მთელი ცხოვრება იყო ესეთი და სულ მას ბაძავდა. სერაფიმეს არულს და იძახდა რომ აი ის ხო ესე აკეთებს და აი ეს როცა ეტყოდი ესე რატო აკეთებ ამას რატო არა მოიღებ რატო არ დაიცავ შენ თავს მე ვამბობ აი ბავშვობაში და 90-იანების დასაწყისში რომ როდესაც აი წინამძღვრს თავის სათქმელი სიტყვა უნდა ეთქვა თქვა მონასტერში ის ხდებოდა კრავივით როდესაც საკუთარი თავის დაცვაზე მიდიოდა საქმე და აი ეს არის წმინდანობა ზუსტად რომ ბოლომდე იყვნენ ღმერთმინდობელი და ამ ჯვარს ატარებდნენ და ჩვენი პატრიარქიც ამის მაგალითი იყო ამდენი შეურაცხყოფების მერე სამგზის თქვა მიყვარხარ საქართველო მიყვარხარ საქართველო მიყვარხარ საქართველო ჩვენი პატრიარქიც დიდი ესე იგი მის სერაფიმეს არავილისადმი ესე ვთქვათ მლოცველი იყო კეთილი მაყურებელია ისე მოვისმინოთ კითხვა აბა გისმენთ ეთერში ხარ დიახ დასვით საღამოშიდობის ასეთ შეკითხვა მაქვს აი შულგადაცვლილი დედას აქვს თუ არა უფლება ფერისცვალების დღესასწაულამდე ფაშლის და ყურძნის ჭამის მე თმამყავს გადაცვლილი და მინდა დედამ რო ჭამოს ხილი და უარს მეუბნება და რამდენად მართალია ეს რამდენად სწორია ეს მიდგომა დიახ, საინტერესო შეკითხვა გახლავთ. ძველი ქართული ტრადიციის მიხედვით ფერისცვალებამდე არ ხდება ვენახის ნაყოფის მიღება. და ეს დაკავშირებული გახლდათ, ესე იგი, ღვინის მარაგთან პირდაპირ. რადგანაც ღვინო, საეკლესიო ღვინო ძალიან დიდი რაოდენობით იყო საჭირო. და ადამიანებს რომ ესე ვთქვა თვითონაც ქონოდათ ამ ღვინო, ესე იგი ვენახის ნაყოფი არ უნდა შეჭმულიყო ფერისცვალებამდე და შემდგომ იმ მთელი ფერისცვალების შემდგომაც 4 შაბათი და პარასკევიც არ იჭმეოდა ესე იგი მარხვაში, ღვთისმშობლის მარხვაში არ იჭმეოდა ვენახის ნაყოფი და ეს ტრადიცია დღესამომდე არის, ეს არ არის დაკავშირებული ვაშლთან. შეიძლება რომელიმე მართლმადიდებელ ქვეყანაში არის ამის ტრადიცია. კლიმატის გამო. ზოგი ლეღვთან არის დაკავშირებული. ჩვენთან არის ყურძენთან დაკავშირებული და ეს კურთხევანში პირდაპირ არის ასახული წერია და ამ ხრივ ნამდვილად შეიძლება რომ არ მიიღოს ადამიანმა. თუმცა აქ არის ერთი საკითხი მნიშვნელოვანი რომ შეიძლება აქ საუბარი იყოს საქართველოს ვენახზე და შეიძლება ზამთარშიც კი ჭამოს ადამიანმა ყურძენი, რადგანაც ამის დღეს შესაძლებლობა არსებობს, რომ ინახება სამაცივრეში და თუ ეს არის ძველი ვენახი, ამის ვთქვათ პრობლემა ამ შემთხვევაში იმდენი არ არის, რამდენადაც აი აქ საუბარი არის ახალი ვენახის ხმევაზე და ამ ტრადიციას რა თქმა უნდა ვინახავთ დღესამომდე ჩვენ. კეთილი. მაყურებელია ის. გისმენთ? საღამოშიდობისას მამა. საღამოშიდობის. დიდი მადლობა მამა ოგურამ ასეთი გადაცემებისთვის და ყველა იმ
მოძღვარს, ვინც აქ მოგზაურდება ჩვენთან საუბრობ, ყველა ძალიან დიდი მადლობა. ძალიან სასარგებლო რჩევებისთვის და ძალიან სასარგებლო საუბრებისთვის. ეხლა ჩემი კითხვა ასეთია. მამა, იცით, ეს ცხოვრება მაინც ისეა მოწყობილი, რომ ვერ იქნები ისე, რომ არ შეხვდე ან განკითხვას, ან წყენას. შეიძლება ძალიან ახლობელი ადამიანიც იყოს და როდესაც ამ წყენას გრძნობ, მაშინ ძალიან ძნელია, ადამიანურად ძნელია გადატანა და რაღაცა იძულებული ხდები ხანდახან, რომ თქვათ მეორე ადამიანს იგივე ახლობელთან გაუზიარო შენი ეს გულისკენა და უთხრა შესჩივლო და აი სად არის მე ზღვარი აქ განკითხვასა და აი ამ გულისკივილს შორის რომ ადამიანს ეს განკითხვის ცოდვაშიც არ ჩავარდე, მაგრამ აი ამ დაზიარებას ხანდახან ცოტა ბრაზიც ახლავს, იცით, გულწრფელად გეტყვით. სულ ისე ვერ იქნება, რომ ეხლა არ გაბრაზდე და კი თეორიულად თითქოს იცი, რომ ეს ასე არ არის კარგი, მაგრამ ხანდახან ამ ცხოვრებიდან ნერვები ისეა გაწვეთილი, რომ ადამიანი ხშირად შეიძლება ვეღარცერები შენ თქვათ ასე ნერვებს. აი როგორ იქნება ეს, სად არის ის ზღვარი, რომ გვერდი აუარო განკითხვას. დიდი მადლობა. დიახ, ძალიან ისეთი დამაფიქრებელი კითხვაა, რომელიც საჭიროებს, ასე ვთქვათ, დიდ დროს, დაკონკრეტებასაც საჭიროებს და აი ამიტომ არის ამის უნიკალური შესაძლებლობა პატივცემულო, რომ ადამიანს შეუძლია საათობით, აი პირდაპირ მნიშვნელობით საათობით უფასოდ მივიდეს ტაძარში და მოძღვრისაგან მიიღოს რჩევა დარიგება და აი ესე ვთქვათ მხოლოდ ახსარების ესე ვთქვათ წამებში ამის გაშლა შეუძლებელია რიგის სიმრავლის გამო. და ამიტომ არის შუაკვირაში მოძღვართან მისვლა შესაძლებელი და ესე ვთქვათ ჩაშლა ამ ყველაფრისა, ამ სურათის გაღება და ძალიან საინტერესო საუბარი. ჩვენ ამის დიდი შესაძლებლობები გვაქვს და ხშირად არ ვსარგებლობთ ამ შესაძლებლობებით. თქვენ ძალიან დაკვირვებული ადამიანი ბრძანდებით და ამბობთ, რომ აი რო არ ჩავარდე განკითხვაში, აი ყველაზე კარგი შესაძლებლობა არის აი ამ საშუალებით ვისარგებლოთ, მივიდეთ მოძღვართან და აი პირდაპირ საათობით ვისაუბროთ და განვიხილოთ ეს საკითხი თუ როგორ შევხედოთ ამა თუ იმ მოვლენას, რადგანაც ჩვენ საჭიროებთ სულიერ განვითარებას, ჩვენ საჭიროებთ ესე ვთქვათ რაღაც მცირე განსასწრლებს, რომ განვითარდეთ, ჩვენი სული გაიზარდოს და ამ წრთობას, რა თქმა უნდა, ჭირდება შესაბამისი მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებული არის ჩვენს ესე ვთქვათ შევიწროვებასთან, ჩვენს ესე ვთქვათ ჩვენი ამპარტავნების ესე ვთქვათ ამპარტავნებასთან ამპარტავნების წარმოსაჩენად ჩვენ ესა თუ ის გარემოებანი გვჭირდება და როგორც ამბობენ წმინდა მამბები ეგების განიკურნოთ ჩვენ აი მძიმე სენისაგან თუ კი რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება ამის სურვილი. მამები, წმინდა მამები გვირჩევენ, ესე ვთქვათ, ახლა პირდაპირ ესე უცებ ამ საკითხის ძალიან ძნელია, რომ სხვის ბრალობას ყოველთვის ჯობია საკუთარ თავს აბრალო, ღირსი მამა დოროთე იმ აბასერიდას მონასტერში, სადაც იოანე წინასწარმეტყველი და ბარსანოფი დიდი იყვნენ სულიერი მოძღვრები და ის მათით წარიმართებოდა ეს ყოველივე და აი საკუთარი თავის ბრალობა არის ყველაზე კარგი შესაძლებლობა ჩახედო შენ სულს, უმკურნალო შენ სულს და აი ამ სიყვარულით განიმშვალო იმ ადამიანის მიმართ, მივიდე მოძღვართან და მივიღო სწორი სულიერი დარიგებები, რათა შემდგომ შევძლო ურთიერთობა და სწორად ჩემი სულიერი ცხოვრების განვითარება. დღევანდელი ოჯახის სისუსტე
პირდაპირ კავშირში არის იმ საკითხთან, რასაც შეეხო პატივცემული ჩვენი ტელემაყურებელი, რომ ჩვენ ძალიან გვიჭირს გადატანა მოთმინება აი მამა გაბრიელის ისანში რომ ტაძარი აქვს, იმ ტაძრის წინ დიდი ასოებით მამაო ნანახი გექნებათ, ამოკვეთილი აქვს რკინის რაღაც ალუმინის, ასე ვთქვათ, ფირფიტით მოთმინება აწერია, აი მას გარედან ტაძარს. აი ეს არის მოთმინება, რომლითაც ჩვენ უნდა ვცხონდეთ და ამბობს ბრძანებს მაცხოვრე, რომელმან სრულიად დაითმინოსო, იგი სცხონდესო. და ჩვენ საჭიროებთ ამას, აი ესე ვთქვათ, გარედან მოსული გულის, არა შინაგანი გულის სიტყვა, არამედ გარედან მოსული დამამდაბლებელი გულის სიტყვანი შობს ჩვენში სიმდაბლეს, ამბობს იოანე კიბის აღწერილი. და ამიტომ ქრისტიანმა ყველა გარემოება უნდა გამოიყენოს და მეტიც ხშირად ყოფილა დიდი მამები, რომ სხვას ქირაობდნენ, რომ შეურაცხყოფა საზოგადოებაში მოეყენებინათ და ესე ვთქვათ, მათი სული დამდაბლებულიყო და ჩვენ ეს არ გვჭირდება, უხვად გვაქვს ესე ვთქვათ და ამიტომ უნდა დავეწაფოთ და სულიერად ვითარდებოდეთ. კეთილი მაყურებელია ისევ. გისმენთ ეთერში ხართ. თუ შეიძლება დამლოცეთ. აგულწუთხოთ. და ასე ხომ ფოტო ვიდეო სამია სოციალ დაგავა თუ შეიძლება. ბატონო? ფოტო ვიდეო შევიდა და სოციალ გადაღება. კარგით. ნება თქვენია გადაღება. ფოტოს გადაღება? კი, რა თქმა უნდა. გაიხარეთ, მადლობა თქვენ. გავაგზავნოთ ჩვენ კითხვები. ვანო გწერს თუ შეიძლება გვირჩიეთ წმინდა ივანე ოქროპირის რომელი ჰომილიებით უნდა დაიწყოს დამწყებმა მკითხველმა ამ წიგნების კითხვაო, ძველი აღთქმის განმარტებით თუ ქანდაკებების შესახებო. საერთოდ ივანე ოქროპირის სიტყვები არის ისეთი როგორც წამალი ყველა ჩვენთაგანისათვის და ესე იგი გაყიდეო, ესე იგი თუ რამ ქონება გაქვსო, ძველად ამბობდნენ და ივანე ოქროპირის წიგნები შეიძინეო და შენ იქნები მდიდარიო. ყველაზე მდიდარი დედამიწაზე, რადგანაც ეს არის სულის მკურნალი სიტყვები და ძალიან მარტივი ენით, გასაგები ენით გადმოცემული სახარება თანამედროვე ცხოვრებაში და რა თქმა უნდა, როგორც პირველ ყოვლისა, ახალი აღთქმის განმარტებები არის სულისათვის სასარგებლო და მეტად საამო. რა თქმა უნდა, შემდგომ მთელი ბიბლიისა. კეთილი. გოგა წერს ესეთ კითხვას, ესე იგი, რატომ გამოეცხადაო თაბორზე ელია და არა ენოქიო? ენოქზე შედარებით მწირი ცნობებია ვიდრე ელიაზე და მომისმენია თაბორის მთაზე მოსეს და ელიას გამოცხადებაზე განმარტება, რომ ღმერთი გარდაცვლილთა მოსე გარდაცვალება განიცადა და ცოცხალთა ელია მას არ განუცდია სიკვდილი. ღმერთია ენოქიც ხომ ზეცად აღტაცებული იქნა ცოცხლად. ენოქიც, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს გამოცხადების თავებში, რომ ელია და ენოქი ეს ორი წინასწარმეტყველი, რომელთაც არ განუცდიათ სიკვდილი, ისინი უფლის მეორედ მოსვლის ჟამს მოვლენ და განამტკიცებენ რა მორწმუნეთ, ასევე ძალიან დიდ მამხილებელები იქნებიან, დიდად მამხილებლები იქნებიან ანტიქრისტესი და მისი სულისა. და იმ უმეცრებისა, რომელიც იქნება მის მიერ ნაკადაგები და აი ეს ორი დიდი წინასწარმეტყველი ილია და მოსე, რა თქმა უნდა, გამოეცხადნენ, რომ ღმერთი არის ცხოველთა და მკვდართა, რომ სიცოცხლე მარადიულია, რომ ღმერთი არის ღმერთი აბრაამის, იაკობისა და ისააკისა და არ არის ღმერთი მკვდართა, არამედ ღმერთი ცხოველთა და ღმერთის წინაშე ყველანი ცოცხლები არიან, ჩვენგან წასულები და ეს არის, რა თქმა უნდა, მარადიულობის საუკეთესო ნიშანი ყოველი ჩვენთაგანისათვის. კეთილი, გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. მაყურებელია ჯერ. ეთერში ხართ, გისმენთ? კი ბატონო. საღამო მშვიდობის, გაიხარეთ. მოგესალმებით, მამებო. საღამო მშვიდობისა, გაიხარეთ. უფალი იყოს თქვენი მფარველი, ჩვენი მფარველი ყველას.
გაიხარეთ, ამინ იყოს. ცოტა ტელევიზორს მოშორდით, თორე ხმა მეორდება. დიახ. გისმენთ ბატონო ჩემო. დიახ. მამაო. დიახ. ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. ბრძანეთ. უკაცრავად ძალიან ძიმე ავადმყოფებით ვარ დაავადებული მამაო. დიახ. და ხშირად მეუკლება ასეთი რაღაცა რომ ვინაიდან ვერ უმკლავდები ჩემს ავადმყოფობას რომ აი მოძულებული მაქვს სიცოცხლე რა მაგრამ თავს ვიგავებ კიდე ცუდი ქმედებებისგან იმიტომ რომ ვიცი უფალი არ პატიოს ასეთ ქმედებას არ არის შეიძლება ჩავეკითხოთ კი თქვენ მონათლული თუ ბრძანდებით ბატონო კი ბატონო და 68 წლიდან კი ბატონო 68 წლიდან ხო სად მოინათლეთ ქაშვეთის ეკლესიაში დიახ ძალიან კარგი და ზიარებას თუ ახერხებთ ზიარებას ეხლა ამჟამად ვიმყოფების სათნოების სახლში მამაო აქ ვერ ვახერხებ ზიარებას სად თქვენ დაგვიტოვეთ თქვენი თუ გაქვთ ტელეფონის ნომერი დიახ მე დაგიკავშირდებით ეთერიდან როგორც კი მოვრჩებით ეთერს და მოვალ თქვენთან და მოგამზადებთ და გაზიარებთ მარტო თქვენ არა თქვენთან ყოფ ადამიანებსაც უღმესი მადლობა ასე რომ ესე უნდა გიხაროდეთ რომ სიცოცხლე გაქვთ და უნდა ვიყოთ ღვთის მადიდებელი აუცილებლად რა თქმა უნდა გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები გიორგი გვწეს ესეთ კითხვას ოშოს წიგნი არისო ესეთი სახელწოდებით ღმერთი რომელიც არასოდეს ყოფილა და რომ ღმერთი მოიგონეს სასულიერო პირებმა რათა მასები ემართათ და ფული ეშოვნათ თუ რას გეტყვით ამაზე დიახ ესე იგი ეს უნდა მოახერხო ადამიანმა რომ ესეთი უმეცრება თქვა როგორ შეუძლია ადამიანს თქვას რომ ღმერთი არ არსებობს როცა ყველაფერი საპირისპიროზე მეტყველებს და ეს სამყარო უკიდეგანო უშვენიერესი შექმნილია რა თქმა უნდა და სიბზნე ბალავარისაში არის კარგად ეს აღწერილი რომ აი ამ შენობას რო ხედავო როცა ელაპარაკება ღმერთზე შენო ხო არ გინახიაო როგორ ააშენესო და ხო გჯერაო რომ ააშენესო და ამ სამყაროს რო უყურებ როგორ შეიძლება რომ სიცოცხლე ფეთქავს ყველგან და ყველაფერში აი უხილავის უხილავში და კიდე მეცნიერება რას აღმოაჩენს კიდე არ ვიცით სადამდე ჩაწვდება ღვთის ესე ვთქვათ აი როგორ ვთქვათ აი ღვთის შექმნილს ჯერ კიდე სად არის ხო იმ საიდუმლოებებში მეცნიერება ჩასული რაც ღმერთმა შექმნა ასე ლამაზად და მშვენივრად და როგორ ყველაფერი გვაქვს ხელი გვეკეცება ფეხი გვეკეცება თითები აი ესე ვთქვათ ყველაფერი არის როგორი ზუსტი ფორმულირები და ჩვენ როდესაც სწავლობდით სემინარიაში ესე გვიკითხე სამედიცინო კურსებიც გვეკითხებოდა და კარგად მახსოვს ზურაბ ვარაზაშვილი რომ გვეუბნებოდა ესეთ რამეს რომ კარგად გვიხსნიდა რომ ადამიანს ესე ვთქვათ მისი სხეულში ისეთი პროცესები მიდის რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებლად ხდება ადამიანში გული ფეთქავს ღვიძლი სისხლზე
ეს მახსოვს გვეუბნებოდა რომ თიც რო გაიჭრიო ღვიძლიდან მოდისო სიგნალებიო ეს ჯერ მივლენო და წამოიყვანებო და თვითონ ჩაკეტავენო რომ სისხლის მიმოქცევა გაუჩერდეს ისა გამოსვლა გაუჩერდეს ადამიანს და ადამიანის სხეული თვითონ არის საკუთარი თავის მკურნალი თუ კი ჩვენ ესე ვთქვათ ვაცლით ჩვენ სხეულს არა და ეს საჭმელს ამუშავებს, ანუ ეს ავტომატიზირებულია ჩვენში ყველაფერი და ჩვენ ვართ სტუმარნი ამ სხეულში. როგორც დროებით მყოფნი და ჩვენ გველოდება აი ვინ შექმნა სამყარო მასთან შეხვედრა და ჩვენი ფიქრი და ჩვენი აზრი უნდა იყოს მიმართული ამ დღისაკენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ადამიანისა და მთელი ჩვენი მოღვაწეობა დედამიწაზე აი დღესთან დაკავშირებული უნდა იყოს და იესოს ლოცვა უფალო იესო ქრისტეზე ღვთისაო შემიწყალე მეწოდული და ეს მუდმივი სინანულია სიკეთის კეთება ღვთის ტაძარში ყოფნა და ღმერთით ცხოვრება ეს არის ყველაფერი მიმართული მარადიული ღმერთთან თანაცხოვრებისათვის და ამდენად ეს ისეთივე უგუნურება რომ ვინმე მგვითხრას რომ მზე არ არსებობს თუ არ უნდა ადამიანს მზე შეიძლება დაინახოს თხუნელა მგონი ვერ იხედება ხო და თხუნელა ვერ ხედავს მზეს იმიტომ რომ არ აქვს ეს თვალები და ახლა ჩვენ გვაქვს თვალები და განვიცდით და არათუ არ არსებობს არამედ ვტკბებით და ვნუგეშობთ, რადგანაც ის არის ჩვენი მანუგეშებელი და ის არის ჩვენი ნაკლულევანების სისავსე, ტკბილი ჩვენი ღმერთი იესო ქრისტე. კეთილი, მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ? ისა განაცვალე, მე დიდი ხანი თბილისში ცხოვრობდი და ნუ ეკლესიაში ლამის ყველა ეკლესიაში დავდივარ. ჩემი ცოდვა ის იყო რომ ისაუბრეთ. დიდი გაბრიელს არ ვიცნობდი რა და მე მოვინანიე დიდუბის ეკლესიის წინ მოძღვართან მამა მოსე ოთარაშვილთან აც გარდაცვლილ დიახ, ისაუბრეთ. და რამედა შეგეკითხოთ მე ახლა გურიაში ვარ სულ ეკლესიის მრევლი ვარ და აი მაგალითად რო დავინახავ აი ჯვრისნაირ ხევს ვჭრი და მომაქცახი და ცოდვას ხო არ ვაკეთებ. გაიხართ, მადლობა. გაიხარეთ. ესე იგი ის რომ სალოსი ადამიანი ვერ ესე ვთქვათ ვერ შეიცნო ეს არ არის ცოდვა. ეს თვითონ მამა გაბრიელსა პირადად ჩემთვის ნათქვამი რომ ეს არ მოეკითხება ადამიანს ეს ცოდვად რადგანაც ღმერთის განგებულებით ისეთ რამეს ჩადის რომ კაცთა შორის არ გამოჩნდეს ესე ვთქვათ მართალი ადამიანი და დამალოს ის სიწმინდე რომელიც ღვთივბუძებული აქვს და ამდენად რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ვევედროთ მამა გაბრიელს, შევთხოვოთ მას, შეწევნა, განვადიდოთ ის და რა თქმა უნდა მისი ხატები ვიქონიოთ და ჯვრებს რაც შეეხება, ახლა თლად ბევრი ზიანი არ უნდა მივაყენოთ, ვთქვათ, ბუნებას, მაგრამ ამ ჯვრებს კარგია თუ კი გამოვთვლით და ვაჩუქებთ შემდგომ ჩვენ ახლობლებს, გამოვაშრობთ, თავლაკავთ და ვაჩუქებთ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი იქნება რა. რომ ხატების კუთხეში, სახლის შესასვლელებში იყოს ჯვარი გამოსახული. გიორგი გვწერს, როგორ ვიგრძნოთ ღმერთის არსებობაო? დიახ, აი ღმერთის არსებობის შემეცნება შესაძლებელი არის ღმერთის ცნებების შემეცნებით. ღმერთის ცნებების აღსრულებით და სიწმინდით პირველ ყოვლისა, რადგანაც ღმერთი ბრძანებს, რომ ნეტარიყვნენ წმინდანი გულითა, რამითომაც ღმერთი იხილონ. ღმერთი წმინდა და ჩვენში სიწმინდე უნდა იყოს.
ჩვენ უნდა დავინახოთ ეს ჩვენს თავში ნაკლულებანება, გამოვსწორდეთ და საღვთო საიდუმლოებებში, როგორიც არის აღსარება, ზიარება, შვიდგზის ეთისხება, რა თქმა უნდა, ნათლისღება და მირონცხება ეს უპირველეს ყოვლისა, აღვასრულოთ და ვეზიაროთ ხშირად. ვაკეთოთ სიკეთე, ვიკითხოთ განსაკუთრებულად დილის ლოცვების შემდგომ წმინდა წერილი, რომელიც განანათლებს ადამიანის გონებასა და სულს და აუცილებლად ღმერთის არსებობას ვიგრძნობთ, აუცილებლად დავტკბებით ღმერთით და ვინუგეშებთ, რა თქმა უნდა, მისით. კეთილი, მაყურებელია ისევ გისმენთ. მე დავსვა ახლა კითხვა? დიახ, ეთერში ხართ, ისაუბრეთ. დამლოცეთ მამებო. დაგლოცოთ მერთმა. დამლოცეთ მამებო. მერთმა დაგლოცოთ, გაიხარეთ. მამაო, ერთი შეკითხვა მაქვს. მე ვცხოვრობ გურიაში, ხო და ჩვენ სოფელში მოხდა არეულობა მუსლიმანებს და ქრისტიანების შორის. ხო და ძალიან აირია ჩვენი ურთიერთობა და მეზობლები მყავს ყველა მუსლიმანები. ხო და არ ველაპარაკებით, ძალიან ვემდურებით ერთმანეთს, რომ გითხრათ მამებო და ცოდვაში ხომ არ ვარ. ვერ დაველაპარაკები მაგას, მე არ ვიცი რა გავაკეთო, არ ვიცი. მადლობა. გაიხარეთ, ასეთი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, არ არის ჯანსაღი და არანაირი განსხვავება ურთიერთობებში ჩვენ არ უნდა გქონდეს სიყვარულის მოკითხვის გარდა და ისევ ვიტყვით, რომ სიყვარული არის ის, რაც ჩვენ უნდა ვაკავშირებდეს ერთმანეთთან და ტკბილი მოკითხვით, ტკბილად საუბრით, ქრისტიანი ხო ესეთ წინავდნენ ათელი თქვენი წინაში კაცთა, რათა იხილონ საქმენი თქვენი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზესდათასა. ამით ცნან ყოველთა ვითარმედ მოწაფენი ჩემი ხართ, უკვე თუ იყვარებოდეთ ურთიერთარსო, ბრძანებს მაცხვარი. ნახეთ რას გვეუბნება, როგორი ფორმულირება გვაქვს წმინდა წერილში და ჩვენი გონების მასაზრდოებელი და მართველი უნდა იყოს წმინდა წერილი. აი ქრისტე როგორ მოიქცეოდა და ქრისტეს მოწაფეები. აი ასეთი დამოკიდებულება უნდა გქონდეს ჩვენ ერთმანეთის მიმართ და ერთი ის მახსენდება პატერიკში, როდესაც მაკარი დიდის მოწაფემ ჩაიარა და ჯადოქარს მიმართა წეულო და ჯოჯოხეთის შვილო, რაზეც ესე ვთქვათ ის ძალმომრეობით შეეპასუხა, ხოლო მაკარიმ რო ჩაიარა, მოიგითხა დიდი სიყვარულით, ესე ვთქვათ, როგორ ახარო მშრომელო ადამიანო, დალოცა, ამ კაცს მოეწონა ძალიან და გაყვა მონასტრამდე და ბერად აღიკვეცა, მე მოინათლა და გახდა, ესე ვთქვათ, მლოცველი ადამიანი. აი ეს არის ადამიანობა, არის მთავარი ჩვენს სარწმუნოებაში და ყველაზე დიდი ადამიანი არის იესო ქრისტე და მისით უნდა ვხარობდეთ, მისით უნდა ცოცხლობდეთ. ძალიან ბევრი მათ შორის თქვენ მეზობლებს შორის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, ბევრი კეთილი და ტკბილი ადამიანი იქნება, რომელთანაც ერთად თქვენ გსურთ ურთიერთოთ და ჩვენ ქართველები ამით ვართ გამორჩეულები, რომ ჩვენში არ არის განყოფა, არამედ ჩვენში არის სიყვარული და ადამიანობა და აი ესეთი ურთიერთობით უნდა გამოვირჩეოდეთ ჩვენს მეზობლებთან და მეზობელი არის ის ადამიანი, რომელთან გარეშეც ჩვენ ქართველები არ ცხოვრობთ, იმიტომ რომ თანადგომა არის აუცილებელი, მას რო დაჭირდეს შენ იმ წუთასვე უნდა მიხვიდე და შენ რო დაგჭირდეს ის უნდა დაგეხმაროს და ასეთი ურთიერთობები რა თქმა უნდა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს. მე მსახურობ სოფელ გოგაშენში, სადაც ქრისტიანები ცხოვრობენ და
გვერდით არის სოფელი აფნია, სადაც ასევე წირვა მიწევს ახალქალაქის რაიონში, სადაც მუსლიმები ცხოვრობენ და ძალიან ტკბილი მოკითხით ვკითხულობ ჩვენ ერთმანეთს, ძალიან გვიყვარან ერთმანეთი და იქ არავითარ შემთხვევაში არ არის დაძაბული ურთიერთობა. საერთოდ არ არსებობს ეს ურთიერთობა, ესეთი. მხოლოდ ტკბილი მოკითხვა და მხოლოდ ნუგეში და ჩვენ ერთი ისტორია გვაქვს, ერთი ერიშვილები ვართ, ერთი საქართველო გვაქვს და უნდა მივხედოთ და მოვუარო ჩვენ სამშობლოს და ჩვენ შვილებს და ეს სიყვარული უნდა გავამრავლოთ, იმიტომ რომ ასეთი გულით როგორ უნდა იცხოვრო ადამიანმა, რომ მეზობელს არ ველაპარაკები, ძალიან ძნელია, წარმოუდგენელია. ქართველი ადამიანი ამ ბრაზით გულში არ უნდა ცხოვრობდეთ. ეს არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და ის რაღაცა ესე ვთქვათ, საკითხები, რომელიც იწვევს ამ რაღაც დაპირისპირებას, უნდა ვეცადოთ, მივმართოთ მოძღვარს, რომელიც მოგცემს სწორ მითითებებს. და ესე ვთქვათ, აი ეს საკითხები ტკბილად გადავწყვიტოთ, არა მამაო? რა თქმა უნდა. აი ესეთნაირად. კეთილი მაყურებელია, ისე მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? დიახ. ალო. დიახ, ისაუბრეთ. თმა დაგუწევთ. მე მრევლი ვარ და ძალიან დიდი მადლობელი ვარ, რომ არსებობს ეს გადაცემა. და ალო ისმის? დიახ, კი. დიახ. და მინდა მოვიკითხო აქედან ჩვენი მამები, ვინც ავადგმევინა ფეხი ტაძარში. მამა კახაბე, რიგე გოგუტიშვილი თან ივედის ღვთისმშობლის შობის ტაძრის მრევლი ვარ. ძალიან დიდი მადლობა, გაიხარეთ. მინდა რომ მოვიკითხო სულ ყველა, ვინც ამაღლებაში არიან. დიდი მადლობა დიდი, გაგახაროთ. გაიხარეთ, ხალბატონო. ვანო გწერს ესეთ კითხვას. მამამ ორი სიტყვით რო გვესაუბროს 21 საუკუნის ყველაზე გავრცელებულ სიძვის ვნებაზე, რომელიც მხოლოდ აზრობრივად შეიძლება და რომელშიც მხოლოდ აზრობრივადაც შეიძლება იყოს ადამიანი ჩაფლული ამ ნებაში და საქმით არასრულებდეს. რა რჩევს მოგცემს მამაო, რომ ადამიანი დაუსხდეს ამ ცოდვას? დიახ, ეს არის მომაკვდინებელი ცოდვა. ეს არის სიბილწე, ეს არის გაუმაძღრობა ჩვენი და უკუღმართობა ღვთის წინაშე, ღვთისმსნებათა უგულებელყოფა და თუ გინდა რომ გაიმრავლო განსასწრებელი, აი ამ ცოდვას, ესე ვთქვათ, პირდაპირ პროპორციული არის, აი ეს ცოდვის შედეგი არის ადამიანის, ესე ვთქვათ, განსასწრებელი, რომელიც მატულობს ჩვენში და რა თქმა უნდა, ამას უნდა ველტოდეთ, როგორც შხამიან გველს, ისე უნდა ველტოდეთ და სიწმინდით უნდა ვცხოვრობდეთ ადამიანები. ამიტომ აქვს ადამიანს მეუღლე, ამიტომ ყავს, რომ ის კანონიერი ცხოვრები ცხოვრობდეთ, საწული წმინდა და შეუგინებელი და ცხოვრობდე უფლის წინაშე. ემზადებოდე ღმერთთან მარადიული ცხოვრებისათვის და არა, ესე ვთქვათ, დავემსგავსოთ უტყუპირუტყვებს და გულიც უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, წმინდა. და უნდა ვიცავდეთ გულს. მარიამი გწერს, ესე იგი, უნდა მოიხსენო თუ არა გარდაცვლილი ლოცვაში, რომელიც თავის ცხოვრების წესით არ ცხოვრობდა ქრისტიანულად და ხანდახან მიდიოდა კიდეც მის წინააღმდეგ. რამდენად სწორია ასევე მომაკვდინებელ ცოდვაში მყოფი ადამიანის მოხსენიება ცოცხლისას და გარდაცვლილისას? ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს, ალბათ მამაო, რომ ესე იგი განსაზღვრელი ამ ადამიანის, ესე ვთქვათ, არ გავხდეთ ჩვენ და ჩვენ არ დავიკავოთ უფლის ადგილი. უფალი ჩვენგან ითხოვს იმას, რომ ჩვენ ვილოცოთ ადამიანებისთვის და ჩვენი სუნნათი პატრიარქი ამას გვასწავლიდა და ის მაგალითი იყო, რომ რა თქმა უნდა ვილოცოთ და დანარჩენი ღვთის ხელშია ყოველი. რა თქმა უნდა. თუ ქრისტიანულად არ ცხოვრობდა, იქით უფრო მეტი უნდა ვიყო. მას მაგანაირ სჭირდება, თუ სჭირდება ლოცვა და რა თქმა უნდა. ესეთი კითხვა არის. მაინტერესებს ქრისტეს ჯვარცმით რატომ მოხდა ცოდვების ტვირთვა ისე,
რომ არ განიკურნეთ ჩვენი დაცემული ბუნება და რატომ დაგვრჩა დაზიანებული ბუნება. ხომ შეიძლება რომ უკვე თური მიდრეკილებების განკურნებულიყო და ისე მომხდარიყო კაცობრიობის გადარჩენაო. დიახ, საინტერესო კითხვა არის, რომ რატო არ განიკურნა ჩვენი ბუნება, რომელიც რა თქმა უნდა უფლის მიერ არის კურთხეული და უფლის ამ ამაღლებითა მოგვემადლა ჩვენ სულიწმინდის მადლი და ის რაც უნდა გაეკეთებინა პირველ ადამიანს, ჩვენს მამას ადამს, მან ეს ვერ შეძლო, რომელიც უნდა გამხდარიყო კაცობრიობის მამა და მაკურთხეველი ზეცადამყვანებელი, ეს შეიმოსა ადამი ღმერთმა და ჯვარს ეცვა, აღსდგა და ამაღლდა ზეცად, ამის შემდგომ, როდესაც წმინდა სამებაში წარმოჩინდა ადამიანური ბუნება, ამის შემდგომ მეათე დღის შემდგომ მოგვეცა ჩვენ შესაძლებლობა ღმერთთან შეერთებისა და სულიწმინდაში ვერთდებით, რა თქმა უნდა, ჩვენ. ის რაც გააკეთა ღმერთმა, რომ კაცობრიობას მოემადლა და ადამიანს გაუხსნა ცათასასუფეველი, ამის შემდგომ უკვე ჩემზე პირადული ღვაწლი, ჩემზე არის პირდაპირ დაკავშირებული, მე მსურს თუ არა ღმერთთან ყოფნა და მსურს თუ არა აი ვნებებისაგან ჩემი თავის განკურნება. და ეს სამოღვაწეო სამუშაო ღმერთმა ჩვენ დაგვიტოვა, რომ ჩვენც ჩავერთოთ, არჩევანი გავაკეთოთ და აი ამ სარბიელზე, სულის ხონების სარბიელზე ჩვენი ნება გამოვხატოთ, სურს თუ არა ჩვენ უფლის ნებით ცხოვრება და მეტიც გარდა ამისა კიდე ჩვენ ვიცით, რომ ვინც მეფის ბრძანება აღასრულა და კიდე ვიცით, ვინც მეფეს წვენი მიართვა. ესენი არიან ბერმონაზნები, რომელთაც აი დღეს არის პაისი დიდის დღესასწაული, უდიდესი მამის, რომელიც საოცარი დიდი მოღვაწეობით, ასკეტიზმით გამორჩეული მამა იყო და იყო მამა მრავალთა და ის მისი მოღვაწეობა, მისი ესეთ სიტყვებს ეუნება მაცხოვარი, როდესაც გამოეცხადება პაისის, რომ მამას რომ შევეწევიო ამ ჩემს ბერებსო და არათუ შევეწევიო, ვინც ჩემი მცნებებით იცხოვრებსო, ბოროტის დაძლევაშიც დავეხმარები და ყოველი განსასწრლის, ყოველ საჭიროებას მიიღებთ. ამუდაბნოშიო, უფალო გამიბრალდა ბერებიო და აქ რანაირად გაჩერდებიანო, არც წყალია უფალო, არც არაფერია და არათუ სანუგეშოსო, არამედ ეშმაკის ხრიკვებისაგანაც დაგიცავთო, თუ კი ჩემი მცნებებით, ესე ვთქვათ, იცხოვრებთო და უფალმა ჩვენ სამოღვაწეო დაგვიტოვა, როგორც ბრძანებს ილია მართალი, რომ ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენთვის და ჩვენ ჯვარს ვეცმით ქრისტესთვის. აი ეს არის ქრისტიანობა და ჯვარცმა ქრისტესათვის ყოველ დღე. კეთილი მაყურებელია, მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? დასვით კითხვა. როგორ? ისაუბრეთ, პირდაპირ ეთერში ხარ. პირდაპირ ეთერში ვარ. დიახ, დიახ. ძალიან კარგი საღამო მშვიდობის. საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობის. ისაუბრეთ. ასეთი კითხვები მაქვს. აუცილებლად საჭიროა შუამავალი ადამიანსა და ღმერთს შორის, ეს ერთი. დიახ. მეორე? მეორე. მამაო ერთია და ის ზეცაშია, რა სიტყვით ამაზე? მადლობა. მადლობა. ესე იგი, შუამავალი ღმერთსა და ადამიანს შორის არის განკაცებული ჩვენი იესო ქრისტე, რომელმაც თავისი ჯვარცმით, თავისი განკაცებით, ჯვარცმით, აღდგომით, ამაღლებით კაცობრიობას გაგვიხსნა ზეცათა სასუფეველი. როდესაც დანარჩენს მღვდელმსახური აღასრულებს, უხილავად ყოველივეს იესო ქრისტე აღასრულებს, რა თქმა უნდა და ქრისტესგან განსხვავებით ჩვენ არ ვამბობთ, რომ ქეპატიოს ცოდვაო, არამედ ჩვენ ვამბობთ ღმერთმა გაპატიოსო რა. ამიტომ რაც ხდება ჯვარცმის დროს, იმის მირონცხების დროს
ბეჭედი მონიჭებულ არ სულისა მიერ წმინდისა ნათელს იღებს მონახთისა მამის ძის და სული წმინდის სახელით მისი როდესაც ხდება ქორწინება ასევე ედგმება გვირგვინი და ღვთის სახელით ხდება ამ გვირგვინის ესე ვთქვათ ამათზე კურთხევა და შესაბამისად მღვდელი არის ღვთის ხელი ამ შემთხვევაში ადამიანისათვის და მის ბეჭებზე რა თქმა უნდა ღმერთია და ის უღელი რომელიცაც იდგამს ოლარს ეს არის ღვთის უღელი და ღმერთით შემოსვა მღვდლისა და აი ამ მღვდელი ამ შემთხვევაში ამას ყოველივეს აღასრულებს და რაც შეეხება მამას დიახ ერთი მამა გვყავს ჩვენ ზეცაში და როდესაც მამის ნურვის ხადით ქვეყანასა ზედა აქ საუბარი არის პირდაპირ მნიშვნელობით რომ მამა ღმერთად არ უნდა წარმოიდგინოს ადამიანმა თავი არამედ როდესაც პატივიეცი მამასა შენსა გვეუბნება საფრთხო წერილი ამ შემთხვევაში საუბარი არის ხორციელ მამაზე და ისევე როგორც პავლე მოციქული ამბობს მე გშვეთ თქვენ იესო ქრისტეში და ტიმოთეს და სხვა მოციქულებს შვილოთ მიმართავს და ესე იგი მამის პატივისცემა და მამის ესე ვთქვათ პატივიეცი მამასა შენსა და დედასა შენსა რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იქნე ქვეყანასაზე და ამ შემთხვევაში ღმერთი არ ამბობს მე მეცი პატივი არამედ მამას შენს ეცი პატივიო და დედას შენს ეცი პატივი და რათა ამ პატივისცემით მე პატივსცემო და ჩემგან მიიღებ კურთხევასო ამას ვთანებს უფალი და ამიტომ ეს უნდა გვესმოდეს ყველა ჩვენთაგანს შფოთვითი მდგომარეობები ცოდვაა და როგორ ძლიერთ შიშებს და შფოთვებსო ეხ ეს არის შფოთვა არის რაღაც ღვთის დავიწყება პირველ ყოვლისა ეს არის როდესაც მე ვცდილობ ბევრი რაღაცის გაკეთებას და ღმერთს ვივიწყებ ამ კეთების დროს და მგონია რომ მე ვარ რაღაცის ასე ვთქვათ მოწინავე ამ საკითხში და ადამიანი უნდა შვიდათ აკეთებდე გასაკეთებელს და ღმერთს უნდა იყო მინდობილი რა თქმა უნდა აი აქედან იწყება ეს შფოთვა და ეს ნერვოზული მდგომარეობებიც აქედან იღებს სათავეს უღმერთობიდან ზოგადად ღმერთის დავიწყებისგან და ჩვენ უნდა ხშირად სულს მივანიჭოთ საზრდო რომელიც დამშეული არის ხშირად და აი როგორც ერთი კვირა თუ არ ილოცებ და ერთი კვირა რო არ ჭამო იმის თოლია ადამიანისათვის თუ იგი არ ლოცულობს თუ კი სახსარებას არ ამბობს სულს არ განიბანს აი როგორ შეგვიძლია რომ ერთი თვე მაინც გავძლოთ ახსარების გარეშე და შემდგომ გვინდა რომ მშვიდად ვიყოთ და წყნარად ვიყოთ და ჩვენში არ იყოს რაღაცა დემონის ზეგავლენა ეს შეუძლებელია შესაბამისად სულ უნდა განიბანოს ადამიანმა და მადლი ღვთისა სულ გული წმინდა დაჰბადე ჩემთან ღმერთო და სული წფელი განმიეხლი გვამსა ჩემსა ეს ვედრება უნდა გქონდეს კეთილი ესეთი კითხვა არის ილია უწეს ვარო 16 წლის და სურვილი მაქვს სემინარიაში სწავლის და ვფიქრობ სასულიერო პირობაზეც ღმერთმა დაგლოცოს ილია და ესე იგი ძალიან კარგი არის ეს ყოველივე მით უმეტეს ეს რომ ახალგაზრდა ადამიანი ხარ და წარმატებებს გისურვებ რა თქმა უნდა შენი მოძღვარი არის შენი სულიერი ცხოვრების წარმართველი და მე მინდა ესეთი რამ გითხრა რომ მწიგნობრობა ეს ძალიან კარგია და მწიგნობრობა განათლებასთან მხოლოდ იმ კავშირში მაშინ მოხდება ჩვენი განათლება თუ კი ჩვენ ამ წაკითხულს ცხოვრებაში პრაქტიკაში გამოვიყენებთ და ადამიანებთან გვექნება სიყვარული დამოკიდებულება, პატივისცემი დამოკიდებულება და ღვთისმსულიერი ცხოვრების, ესე ვთქვათ, ქადაგებელნი ვიქნებით და შეიძლება შენ ბევრი რამე ისწავლო, მაგრამ პირველი რაც უნდა შეიმოსო, მაცხვარი ამბობს, ჩემგან ისწავლეთო, რამე თუ მშვიდ ვარ და დაბალ გულით. სიმდაბლე უნდა ისწავლოს ადამიანმა
თავისი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ცხოვრება. ჩვენ ესე გავიზარდეთ, აი მამაოც მეც რომ რასაც ვაკეთებთ, ვცდილობთ რომ ვკითხოთ ჩვენს მოძღვარს, სანამ გავაკეთებთ. და ყოველთვის მზად ვართ რომ თუ კი ჩვენი მოძღვარი გვეტყვის უარს, ის აღარ გავაკეთოთ, რა თქმა უნდა და აი ეს არის თამდაბლობა, რომ ისე არ გამოვიდეს, რომ ზესტაჩემობა დავიტოვოთ. ბევრის კეთილ-კეთილს ვაკეთებ და დავივიწყოთ სიმდაბლე და დავივიწყოთ სინანული, რადგანაც სერაფიმე საროველი ამბობს, რომ სიცარიელია ასეთ ადამიანში, რომელიც სიმდაბლით არ მიდის და რომელიც საკუთარი ცოდვების განცდით არ მიდის და მით უფრო სასულიერო პირობას თუ აპირებ, მინდა გითხრა, რომ ყველაფერი უნდა გადაამოწმო ყოველთვის. აი ეს არის უცდომელი გზა მამაო ამ გზაზე. კეთილი, გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. გოგა გწერს, რატომ არისო, რომ ზიარების შემდეგ ხან გრძნობ მადლსო და ხან საერთოდ ვერაფერს გრძნობო? დიახ, საინტერესო არის და ამას არ ვიტყვით არავითარ შემთხვევაში ჩვენ აღსარებასთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირი გრძნობელობითი მნიშვნელობით ტვირთის, ასე ვთქვათ, მე მგონი გულის არითმია სხვანაირი გვაქვს აღსარების მერე, ამას ნებისმიერი ადამიანი იტყვის, რომ მე ესე იგი სხვა ადამიანი ვიბადები, როცა გამოდივარ აი ამ აღსარებიდან. ხოლო რაც შეეხება ზიარებას, რა თქმა უნდა, ეს არის უნდა ამის შეგრძნება, ამის ასე ვთქვათ, განცდა, ეს არის ღვთის სიმდაბლით შემოსილი განგებულება და ადამიანს რა თქმა უნდა ჭირდება მუდმივობა, ადამიანს ჩვენ გვჭირდება მუდმივად ღმერთთან ყოფნა, რომ ეს ყოველივე შევიგრძნოთ და ესე იგი აი ვინუგეშოთ იმ ღვთაებრივი მადლით, რომელიც საოცრად აღესრულება მამა გაბრიელს აქ ნათქვამი, რომ ჩვენ ხო ამას ვეუბნებთ და ისეთი მადლი გადმოდის უწირვასიო, რომ მტვერს შეაგროვებდიო და მაგას შეჭამდიო. იმდენად დიდი სიხარულია და იმდენად დიდი ბედნიერებაა და როგორ არ გრძნობ და ეს თუნდაც მიახლება ღმერთთან, როდესაც მიდის, ადამიანი ალბათ ეს მობილიზება ზიარებისა, შეხვედრისა ღმერთისა და ადამიანისა არის ყველაზე დიდი დასამახსოვრებელი წუთები ჩვენ ცხოვრებაში. მსგავსი განცდა არასოდეს არ გვაქვს ჩვენ და ეს არის ძალიან დიდი ნუგეში, რომელსაც ვღებულობთ და ესე იგი ამ მადლის გაჩერება კიდე რო ვისწავლოთ, ამას დრო უნდა. რა თქმა უნდა და ამიტომ არის მუდმივობა საჭირო, რომ სიმრავლეში ხარისხსაც ვიღებთ და წრთობა არის საჭირო. ამიტომ ეს დღეს რაც არ გამოგვდის, გაივლის 10 წელი ცოტა უკეთ იქნება საკითხი კიდე და ესე ვიდრე ამ წუთის სოფელში ვართ, უნდა ვითარდებოდეთ და სრულყოფილებისკენ მოგვიწოდებს მაცხვარი, იყავით სრულ, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა სრულ არს. აი ეს კიდკენ უნდა იყოს წარმართული ჩვენი სულიერი ცხოვრება. კეთილი, მაყურებელია ესე, გისმენთ ეთერში ხართ. დამლოცეთ მამაოებო. ვერთმა დაგლოცოთ. დაგლოცოთ ვერთ. მიცით ასეთი შეკითხვა მაქვს. მამაო, ისეთი შეკითხვა მაქვს, რომ ჩემი შვილი წავიდა ბერად და მე ძალიან ცუდად ვიყავი მაშინ, ახალად რო წავიდა მაშინ. ხო და ხლაც ვერ ვეგუები ისე მაქვს ხანდახან გული. ძალიან ცუდად ხდები ხოლმე, რომ გამახსენდება ერისკაცში არა. თან იქეთ შორსაა ჩვენგან მე გურიაში ვარ, იგი ზამას ხეობაშია, ქვემო შვანოში ტყეში. ხო და მე ჩემი ტირილი სულ ტირი ვარ, ისე სულ ვლოცავ მამაო, მაგრამ რამე ხომ არ გაუმძიმდება მას ისე რა ვიცი და მადლობა გაიხსნა. ძალიან განვიცდი მამაო სულ ყოველთვის ვლოცულობ, რა ვიცი მამაო და რას მირჩევს და გავაკეთო არ ვიცი. მადლობა გაგახარეთ. გაიხარეთ ქალბატონო წირფასო ბერის გამზდებო ერთმა დაგლოცო და ეს არის ბედნიერება, რომ ადამიანს სურს თავისი თავი ღმერთს მიუძღვნას და თქვენს ოჯახს, რა თქმა უნდა,
დიდი მადლი აქვს ღვთის წინაშე და ესეთი გამოთქმაც კი არის რომ შვიდ თაობას აცხოვნებსო და რა არის ეს რას ნიშნავს შვიდ თაობას აცხოვნებს რადგანაც არის რომ სიკეთეს გააკეთებ ადამიანს დაეხმარები არის რომ ესე ვთქვათ სახლს უყიდი ადამიანს ან ტაძარს ააშენებ და არის როდესაც ადამიანი თავს შეწირავ ღმერთს თავიდან ბოლომდე საკუთარ თავს და აი ამ მოვლენასთან აგვაქვს ჩვენ რომ თქვენი ოჯახისაგან დიდი შესაწირი არის გაღებული უფლის წინაშე და თქვენ არათუ უნდა ტიროდეთ, არამედ უნდა ხარობდეთ, რადგანაც ადამიანი უკვე დედამიწაზე იწყებს იმ ცხოვრებას, რომელიც მარადიულად უნდა იყოს ადამიანში და ეს არის თქვენთვის სანუგეშო რომ თქვენ ამით ეთყობა კიდევ უფრო დაუკავშირდებით უფალს და ღვთისკენ მიმავალი გზები გამოუკლებელია ზოგჯერ ესე ამბობენ ხოლმე რომ ისაო ემაზე წდებათ რომ ისაო შვილი არ ყავსო და ისე უშვილოდ შევაო და არც მთავარანგელოზ მიქაელს არ ყავს შვილი და არც მთავარანგელოზ გაბრიელს და იმ მუსეულ ძალებს რომელიც დღე-დღე განადიდებენ და საერთოდ უნდა ისიც ითქვას პატივცემულო რომ მეორე მოსვლის შემდგომ ადამიანები გამრავლებას გავაჩერებთ აღარ იქნება კაცობრიობაში გამრავლება და პირიქით მისი წასვლით მადლი უდიდესი მოეცემა დანარჩენ შვილებს და ოჯახს და გიხაროდეთ ქალბატონო რადგანაც თქვენი შვილი უფლის მსახურია და ეს არის დიდი წყალობა თქვენს ოჯახზე. კეთილია სულ 3 წუთი დაგვჭა და შეიძლება ერთი კითხვაც მოვასწროთ. მარიკ წერს, როდესაც განსასწრელი მაქვს ოჯახის წევრზე ან ახლობელს რამე ცუდი შემთხვევა, სულ თავს ვიდანაშაულებ და ვამბობ ჩემი ცოდვებისთვის არის ესო და რა ქვია ამ გზნობას? ეს კარგია ზოგადად რომ ადამიანს შიში გაქვს, რომ მოშიშება გაქვს და ყოველთვის ფიქრობ რომ რამე ჩემთან დაკავშირებული ხო არ არის ეს არის აბსოლუტურად ნორმალური მაგრამ არ შეიძლება რა თქმა უნდა ამაზე ჩვენ ვიყოთ ესე ვთქვათ ისეთ უნუგეშო მდგომარეობაში ვიყოთ არამედ ეს კიდევ უფრო უნდა გვაძლევდეს ძალას რომ ღმერთს ვემსახუროთ ვიაროთ ტაძარში რადგანაც ღმერთს არ სურს სიკვდილით ცოდვილისა არამედ მოქცევა და ცხოვრება მისი არამოვე დასჯად არამედ ცხონებად ღმერთი არის ჩვენი განმამართლებელი ჩვენ მივიდეთ ღმერთთან ღმერთი ჩვენ ყველას დაგბლოცავს და ყველას გვანუგეშებს და სიხარული ბედნიერება დღეგრძელობა მოგანიჭოთ ხალხმა ღმერთმა და რაც გვაკლია ეს არის ჩვენ ჭეშმარიტად დღეს არის მადლი ღვთისა დღეს პეტრე პავლობის მარხვა მამაო ისევ და მრევლს მინდა გთხოვოთ აგერ მამაოს მრევლს ჩვენ მრევლს რომ ვინც ვერ მოახერხეთ აქამდე ამ მარხვის შენახვა გთხოვთ დარჩენილი დღეები იმარხულეთ ძალიან მარტივია ოთხშაბათ და პარასკევის გარდა თევზი იჭმება და მობრძანდით ტაძარში რომ მოემზადოთ პეტრე პავლობას აღსარებისათვის და სამთო ზიარების მისაღებად. დიდი მადლობა მამაო საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ ზვერფას მაყურებლებს კი შევახსენებ რომ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახდათ ზღვის უბანში მდებარე ბიჭვინთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით კონჯარია. გადაცემას უძღვებოდა ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის დამსახური მღვდელი გურამ გალობლიშვილი. დღევანდელი გადაცემის გამეორებით ნახვა შეგიძლიათ პარასკევს 13 საათსა და 30 წუთზე და სამშაბათს 10 საათსა და 30 წუთზე. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს საღამოს 8-ის ნახევარზე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერში. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.